აჯანყდი ბუდოს ახალგაზრდობა, აჯანყდი პეშტის ახალგაზრდობა. სტუდენტები, გლეხები, მუშები, მზე არასდროს ამოახლოს. ეს სიმღერა მიუძღვნა იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა, რომლის ლაციომ 1956 წლის ოქტომბერ-ნოემბერში უნგრეთში მომხდარებულებს. გამარჯობა, მე პაჩუკი ჯიჯელავა ვარ და ეს არის ჩემი პირველი ჩანაწერი უნგრეთის ანტისაბჭოთა რევოლუციის შესახებ. ბუდაპეშტში განვითარებული ამბები პასუხი იყო საბჭოთა კავშირის იმ პოლიტიკისა, რომელსაც თითქმის 10 წლის განმავლობაში ატარებდნენ. სანამ უშუალოდ მთავარ მოვლენებზე გადავიდოდეთ, რამდენიმე წინადადებით შევეხოთ წინარე ისტორიას უნგრეთის შესახებ. მეორე მსოფლიო ომში უნგრეთი მესამე რაიხისა და მისი მოკავშირეების ბანაკში იყო. შემდეგ პერიოდში მათ მარიონეტული მთავრობას ჩამოაყალიბეს, თუმცა ამაოდ რამდენიმე დღე გასტანა ამ მთავრობამ. 1945 წელს ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, რომელიც 1954 წლის 26 დეკემბრიდან 55 წლის 13 ფებრუარამდე მიმდინარეობდა, საბჭოთა არმიამ რომინელებთან ერთად ბუდაპეშტის გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით დაასრულა. ბრძოლაში დაახლოებით დაიღუპა 80,000 უნგრელი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წითელი არმია დიდი ხნის განმავლობაში დარჩა უნგრეთის ტერიტორიაზე. ისინი მეთოდურად ანეიტრალებდნენ ადამიანებს, რომლებიც არ ეგუებოდნენ უბრალოდ სხვა ქვეყნის ჯარებს მათ ტერიტორიაზე. 1959 წელს კომუნისტებმა უნგრეთში არჩევნები ჩაატარეს, ფორმალურად და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. უნგრეთის სოციალისტური ქვეყნების რიგში ჩადგა და ამ პროცესს მათიას რაკოში ხელმძღვანელობდა, რომელიც ყველაფერში რატომღაც სტალინს ვაძებდა. უნგრეთში ერთპარტიული სისტემა დამყარდა, შეიზღუდა სხვა პარტიების არსებობა, განხორციელდა მიწის რეფორმა, კოლექტივიზაცია, ბანკების, ქარხნების და სხვადასხვა ობიექტების ნაციონალიზაცია, შეიზღუდა განსხვავებული აზრის ქონა, გამკარსდა ასევე პრესის კონტროლი და ყველაფერმა ბუნებრივია უნგრელი ხალხის გაბრაზება გამოიწვია და დაიწყო წინააღმდეგობა კომუნისტური პარტიის და ზოგადად რუსების მიმართ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ რაკოშისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პარტიის კერძოდ ხრუშჩოვის მიერ წინა ბელადის კრიტიკა. კომუნისტური პარტიის მეოსიყრელობიდან დაბრუნებულმა რაკოშმა დაამშვიდა უნგრელები, რომ ხრუშჩოვს როგორც მოღალატეს მალე დაიჭერდნენ. თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ შემოbrunდა. 1956 წლის 17 ივლისს მატიას რაკოში თანამდებობიდან გადააყენეს. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ხრუშჩოვის მიერ რაკოშის გამოძახება, ეგრეთ წოდებულ სამკურნალოდ, თითქოს მატიას რაკოში ავად იყო და ის აუცილებლად უნდა განეკურნებინათ მოსკოვში. კურნალობის შემდეგ რაკოში თავის თანამდებობას ვეღარ დაუბრუნდა და მისი ადგილი სხვამ დაიკავა. 1956 წელსვე კომუნისტურ პარტიაში ხელახლა აღდგენილმა ენდრინადიმ ჩაანაცვლა მატიას რაკოში, რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოვიდა 1959 წელს კოლექტივიზაციის განხორციელების წინააღმდეგ და სწორედ ამის გამო გარიცხეს ის პარტიიდან. თუმცა დაბრუნების შემდეგ ენდრინადი ისევ შეეცადა უფრო დემოკრატიული რეფორმები გაეტარებინა. ის აშკარად დაუპირისპირდა მოსკოვს და უნგრეთში სახალხო მღელვარების მთავარ წინამძღოლად იქცა. 1956 წლის 23 ოქტომბერს 200,000 ადამიანი ბუდაპეშტის პარლამენტის შენობის წინ გამოვიდა. ხალხი ეთხოვდა ახალ მრავალპარტიულ არჩევნებს, პრესის და პოლიტმატიმრების გათავისუფლებას. ოქტომბრის ბოლოს ბუდაპეშტში საბჭოთა ლიდერები ანასტას მიქოიანი და მიხეილ სუსლოვი ჩავიდნენ. ამ დროს საბჭოთა ტანკები უკვე ბუდაპეშტის ქუჩებში გამოჩნდნენ და დაიწყო შეტაკებები. მაგრამ ნადისთან დელეგაციის შეხვედრისას და მოლაპარაკებების შემდეგ საბჭოთა ჯარი ერთხანს უკან გაბრუნდა. იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ უნგრელმა კომუნისტებმა წარმატებას მიაღწიოს და მოსკოვი მათ გარკვეულ ავტონომიას პირდებოდა. მაგრამ ბუდაპეშტის ქუჩებში საპირისპირო ვითარება იყო. იხსნებოდა ციხეები, დაარბიეს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობა, პედესტალიდან ჩამოაგდეს სტალინის ძეგლიც, ადგილებზე ხელისუფლება მუშათა საბჭოების ხელში გადადიოდა და ხალხი ითხოვდა არა უბრალოდ კომუნისტური რეჟიმის ლიბერალიზაციას, არამედ მის დამხობას და რაც მთავარია უნგრეთიდან საბჭოთა ჯარის გაყვანას. და ამავდროულად ქვეყნის გასვლას ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შეუერთდა უნგრეთიც. ამ წითელი ხაზის გადალახვა ცხადია მოსკოვი არ დაუშვებდა და ეს უკვე კრემლის მთავარი მონაპოვარი სოციალისტური ბანაკის დაშლის ტოლფასი იყო. საბოლოოდ უნგრეთის ბედი კომპარტიის ყრილობაზე გადაწყდა სამხედრო გზით.
სისხლიანი მოვლენები ბუდაპეშტში 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ხალხი წითელი არმიის ჯარს ქალაქის ქუჩებში ებრძოდა. გამოყენებული იყო ავიაციაც და артиლერიაც. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა რამდენიმე ათასი უნგრელი, 200,000-ზე მეტი კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ბუდაპეშტის რადიო განუწყვეტლივ მიმართავდა მთელ მსოფლიოს დახმარებისთვის. მისი ხმა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც წამყვანმა მიკროფონი მოისროლა და ხელში შაშხანა აიღო. საბოლოოდ ყველაფერი უნგრელი ხალხისთვის ტრაგიკულად დასრულდა. ემრენადი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და იუგოსლავიაში გადასულიყო, სადაც ის ჯერ მალევე შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. უნგრეთში დაიწყო მასობრივი დაპატიმრებების სერია და აჯანყების სისხლით ჩახშობა. საბოლოოდ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის კომუნისტური პარტია იანუშ კადარს გადაუღოს, რომელიც მთელი ამ მოვლენების დროს მოსყოშია. კრიტიკას ვერ უძლოს უნგრეთში მიმდინარე მოვლენების დროს ამერიკის პოზიცია. ისინი მხოლოდ დამკვირვებლის როლს ირგებდნენ, თუმცა მათივე დაფინანსებული რადიო თავისუფალი ევროპა მუდმივად მოუწოდებდა ხალხს ქუჩებში გამოსვლისკენ და ბრძოლისკენ. აშკარად განაწყობდა უნგრელებს ნადის წინააღმდეგაც, მაშინაც კი, როდესაც მან კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა. ეს ნაბიჯი რადიომ რატომღაც ტროლას ხენადაც მონათლა. ცხადია, დღევანდელი განმოსახედიდან შტატების ასეთი მოწოდება პროვოკაციულად ჭირს. მით უმეტეს, რომ ბუდაპეშტის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკამ დახმარების პირობა აღუთქვა ქვეყნებს, რომლებიც ღია დაუპირისპირდნენ საბჭოთა რეჟიმს. მართალია, შტატების პოზიცია არასწორი და უმედო იყო, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ საბჭოთა იმპერია ჩვეულ სტილში აგრესიულად მოგვიყვინა. უნგრელი ხალხის თავისუფლება და ევროპისკენ შებრუნება მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს უნგრეთის ბიუროკრატია მაინც ინარჩუნებს პროსულ კურსს. მადლობა ყურადღებისთვის და მოსმენისთვის, საინტერესო კონტექსტ პირდებით და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხი.